გურიასთან რამე კონტაქტი ყო? არა, მეგობარი მყავს გური. ეგეც საქმე. და ეხა ნახავ, ჩემოცოლო, დედა ჩემი და მამა ჩემი. საპიცე ხელები მაქვს. რა პიცა, რომელი საათია? ჩვენ ჭამა არ გიყვარს. შენ უფრო მაღლად გახარ ვიდრე ჭამა. აჰა. რა მასწავლებელი და რა მოსწავლე? გასაული. ჩემ ჩიჟიპიჟი გამოდის. ოუ. ვალი დაუდგეს იტალიას. სადმე ჭამე იტალიაში ეს? იმიტომ რომ არ გამოგიწვეს. მაგაში აშა. მოკლედ ჩინდისში ვართ კვლავ და გვესტუმრა უსაყვარლესი გიგი და სანამ ახლა ჩაწერას დავიწყებთ იმდენი გვაცინა. და ძველი ამბებიც გავიხსენეთ ჩვენ თურმე ერთმანეთს ვიცნობდით კიევიდან მოყოლებული ძალიან მესიამოვნო მაგ ამბის გახსენება. 2012 წლიდან. ხო და გიგი ეხლა მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედი და ეხლა განსაკუთრებული კერძი დავარქოთ ამ ყველაფერს. მინდა რომ ნამდვილი იტალიური პიცა მოგიმზადო ხელათში აი ზუსტად იტალიურად. ყველაფერს აგიხსნი და თუ სრული გექნება გასწავლი და თუ სრული გექნება იქნებ მომეხმარო კიდევაც. აქა ვარ. შენი ხმალი ჩემი კისერი. ეხა წინასწარ რა თქმა უნდა ცომი გამზადებული მაქვს, იმიტომ არ მოგატყვებ პიცის ცომს ჭირდება სადღაც მინიმუმ 18 საათი მაინც. რომ დაყონდეს და ფერმენტაცია გაიაროს სწორი. და აქვე არ შეგვეშალოს სიმბოლურად მე რა თქმა უნდა მოვზელ ცომს, რომ ჩვენ მაყურებელს გავანდო ის საიდუმლოებები, რაც ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცის მომზადებას სჭირდება. გაგიკვირდება და მხოლოდ სწორი ფქვილი, მარილი, წყალი და ბუნებრივი საფუარი. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი საფუარიც, აქტიურ საფუარიც წავა, რომელიც მაღაზიებში იყიდება. არავით არის ზეითუნის ზეთი და დანარჩენი პრიბამბასები, როგორც იტყვიან. სამი სახის პიცის ცომი არსებობს. ხვდები? ძალიან ხანდახან გამაჩერეთ, თორემ ძალიან სიღრმეში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი ფქვილი. იტალიაში სწორი ფქვილის გარეშე პიცა არ მზადდება. ჩავედი მაღაზიაში ნებისმიერი სახის ფქვილი ვიყიდე, ტყუილი არის. როდესაც შეფუთვას ნახავ, დააკვირდი რომ ცილა უნდა იყოს მინიმუმ 12%. რაც გვაძლევს მეტ ელასტიურობას. გასაგები. სამი მეთოდი არის ნეაპოლიტანური პიცის მომზადების. ეს არის ხელათში მომზადების, მეორე არის ავტოლიზი. ავტოლიზი არის ცომის მომზადების შემდეგ რამოდენიმე 4 საათის განმავლობაში გადაკეცვა მიდის ამ ცომის და შემდეგ დაჭრა, შემდეგ შენახვა მაცივარში, გუნდებად როგორც აქ არის და მეორე დღეს გამოცხობა. მესამე არის ბიგა. ბიგა ჩათვალე სავარაუდოდ ბავშვობიდან, ბებიიდან გემახსოვრება ხაში. რითაც ბუნებრივი საფუარი. დაახლოებით ჩვენ ვქნით ბუნებრივ საფუარს საფუარის გამოყენებით. დავუშვათ 440 გრამი ფქვილი მაქვს, მის ნახევარ წყალს გავაკეთებ და ძალიან ისეთ უხეშ მასალს მივიღებ, რომელსაც მთელი ღამე მაცივარში შევინახავ და მეორე დღეს დავამეტებ დანარჩენ ინგრედიენტებს, იმიტომ რომ ხაშს ვქნი. გასაგები. ამ შემთხვევაში რახან ხელათში გვინდა ჩვენ ყველაფერი ქართველებს და გურიასთან რამე კონტაქტი ყო? არა, მეგობარი მყავს გურული. ეგეც საქმე. ისა ქართველი ვარ, დედა იმერელი მყავს. მეც დედა იმერელი მყავს. რაღაც საერთო გამოვნახეთ მოკლედ კუთხურ ამბავში. ხელათში ცომს რა ჭირდება? სწორი ფქვილი, 12%-იანი მინიმუმ, 1 კილო ფქვილზე უნდა გაუკეთოთ 660 გრამი წყალი. და ჩვენ ყოველთვის პროცენტულად ვითვლით. თუ არის 1 კილო ფქვილი, 660 არის 66%. ჰიდრატაცია ცომის არის 66%. ეს იზრდება 70-80, უბრალოდ სამუშაოდ მე არის თუ პროფესიონალი არ ხარ, ძალიან რთული, იმიტომ ძალიან წებოვანი არის და მისი მართვა ჭირს. ჭირს, კი ბატონო. ხო და ეხა ზუსტად მაგას მოვზილო, აქ გვაქვს 1 კილო ფქვილი, არწყული მაქვს 660 გრამი წყალი, 10 გრამი აქტიური საფუარი. 10 გრამი აქტიური საფუარი. ძალიან ჩინო რაღაცეებს გიყურებ, მაგრამ აქტიური საფუარი ხო იცი რომელიც ყველა სახში რო არის, მარცვლიანი საფუარი რო არის, ცომს რო ზილავენ და ისე პროფესიონალებს აქვთ, ეს კარაქივი ჩეკვრაში არის, ის უფრო მეტი არის საჭირო. და 25 გრამი მარილი. მეტი ამას არაფერი არ აქვს. თავიდან შეგიძლია ხელი რო არ დაისვარო. ბატონო ჩემო, კოვზით ან ჩანგლით შეგვიძლია რომ გავაერთიანოთ მასა. და მე უშუალოდ გადავიდეს ცომის მოზელვაზე. როგორც კი ცომი მოიზილება სასურველ გუნდებად, ნახევარსაჭიროებით დავასვენებ და მე სასურველ გუნდებად ამ შემთხვევაში 280 გრამი, 270 გრამი მაქვს არწყული, აწონილი, ასე ვთქვა და იმის მიხედვით კეთდება ცომი. კი ბატონო. ხო და რო არ გაგვიგრძელდეს ეს ამბავი, ჩავთვალოთ რომ ცომი მოზელია. ცომი მოვზილიეთ. შენი ამბებიც მომიყევი აბა სამზარეულოსთან დაკავშირებით. მე ვარ ძალიან მონდომებული.
უკვე კარგია. უბრალოდ ვინც მიცნობს სამზარეულოში არ მიშვებს, იმიტომ რომ ამბობენ რომ შენი ხელიდან არაფერი არ გამოსდისო. მე ეგეთი რაღაცეების ხო იცი ჯერა მინდა რომ არ დავიჯერო და ჯერა რომ ყველა ადამიანს რაღაც შეუძლია. და ეხა ნახავ, ჩემოცოლო, დედა ჩემო და მამა ჩემო. თან რითი ნეაპოლიტანური ზარეულს კარგავთ. ნეაპოლიტანური ამ კამერაში ამ ზარეულს კარგავთ. ოჯახი და მერე ქვეყანა. მაგაშია საქმე. მე ხელთათმას მოგიტა. კი ბატონო. ნეაპოლიტანური, ანუ ეს გასაგებია ნეაპოლიტანური სხვა პიცაც არსებობს? ამერიკულს არ ვთვლი, ამერიკული პიცა მე არ. ამერიკული პიცასაც აქვს არსებობის უფლება, და ჩრდილოეთ იტალიაში ოდნავ კიდე განსხვავებული პიცა კეთდება. გასაგებია. უფრო თხელი ასე ვთქვა და კიდეები არა აქვს. იტალიაში სამჯერ ვარ თხოვს დამყოფი. ევროპის ბევრ ქვეყანაში არ ვარ დამყოფი და იტალიაში სამჯერ. ხონდა ბედნიერება მილანში, რომში და ნუ ეხ ზემოთ ჩრდილოეთში, რომში და მიმდებარე ტერიტორიაზე და სიცილიაზე. ოპა. და სულ დამცინოდნენ ხოლმე, როცა შევდიოდი და 2 საათზე ვეუბნებოდი ხოლმე პიცას და რა პიცა, რომელი საათია? რომელი საათიდან შეიძლება იტალიაში პიცის მირთმევა? ნაპოლიში დილი, საუზმე, ვახშამი, სულ. აბა მე რატომ მეუნებოდე კაცო ჯერ 2 საათიაო? არ ვიცი. მე მგონი სტაფის პრობლემა ქონდა. შეიძლება სტაფი რამდენჯერ მითხრეს, იცი? სად და კატანიაში მითხრეს. ნუ ბევრგან რო რას ლაპარაკო 2 საათი. რომ მიეყოლებინათ ბარემ თუ სურვილი გაქვს აგერ ცომი აგერ. პომიდორი არასდროს არ ბლენდერდება. ნახე კანგაცლივი პომიდორი გვაქვს, სპეციალური. მოგრძო პომიდორი. მოგრძო პომიდორია სპეციალური. როგორ ჭოპორტულა ჩათვალე იტა. ჭოპორტის პომიდორი. ჭოპორტის პომიდორი იგივენაირად არის, ესეც სან-მარცანო არის სპეციალური პომიდორი, რომელთაც პიცა კეთდება. ჩათვალე რომ რეგიონია სადაც მარტო იქ მოდის, ავთენტური ასე ვთქვათ და შედარება მინდა გავაკეთო ჭოპორტულზე, ჭოპორტში ჭოპორტულა ასე ვთქვათ. გასაგები. და ეს კონკრეტული პომიდორი არის ჩამოტანილი თუ აქ? არა, ჩამოტანილია. და ამას ეხა ამის დამუშავება მოხდება ხელით. ამას ბლენდერი არ ჭირდება და ცოტა ჩემი პატარა ხელებით. ხელუკებით უნდა ჩავჭყლიტოთ, რომ არ გავაღიზიანოთ იტალიელები, რომ არ დაინახონ ან ბლენდერი. არა, რას ლაპარაკობ? მე ერთი ორჯერ გავაღიზიანე ხო გეუნები და იმის მერე სულ სამჯერ ხარ მაგიტომ ნამყოფი. კი. დაიწყე. როგორ ჩავჭყლიტო? ჩაჭყლეტვა არსებობს რამდენიმე ნაირი. არსებობს ძლიერი ჩაჭყლეტვა, არსებობს რაღაცნაირი. მოდი ნელა დაიწყე. კარგი. შეაჩვიე ხელი და კარგია? ხმა კაი იყო. ხო, როგორი იყო? თავარი შენ. აი, გადმომესხა უკვე. არა უშავს, სამზარეულოში მოსულა ეგეთ. ცოტას დავამატებთ მეგობრებო, გამომშრალ როზმარინს. და აქვე მაქვს ამაშივე არის გამომშრალი ბაზილიკი და სხვათა შორის გიგი და ჩვენო მაყურებელო, როდესაც სასურველია გასინჯოთ ხოლმე პომიდორი, იმიტომ რომ ხანდახან არის პომიდორი, რომელიც ცოტა მომჟავო არის. ამიტომ როცა თუ სიმჟავეა, უნდა დაამატო ხელოვნურად შაქარი, რომ ის გაანეიტრალოს. გასაგები. და როდესაც პიცას მიირთმევ, რაღაც სიმჟავის გემო არ დაგიტოვოს. გასაგებია. და ჩვენ გავაკეთებთ სტანდარტულ მარგარიტას და ასევე მინდა რომ ჩვენი ხასიათი და გემოების თვალსაზრისით მორტადელა, პესტო, მოცარელა, აი ჰუი. აწის უნდა დამიძახებთ ხოლმე, დასაჭყლეტად ისე კარგად. პომიდორი თუ დასაჭყლეტი გაგვიხდა, ვიცით ის უნდა დავუყო. კი ბატონო. ეს რა არის? ეს არის სემოლა. ბატონო? ბურღულეული არის. ბურღულეული. არ კითხავ ჭამა გიყვარს თუ არა, მე მგონი ყველა ქართველს გიყვარს ჭამა და მე შენ ძალიან 12 წელია ვებრძვი ჭამას. კი, და ვერაფერი ვერ მოუხერხე, რა აღარ ვცადე. ჰიპნოზის კი ვცადე, ღამე რო ირთო, ხო? შენ ჭამა არ გიყვარს. შენ უფრო მაღლად გახარ ვიდრე ჭამა. ქართული სამზარეულო? ალბათ ქართული სამზარეულო არის ის, აი რომ მითხრან რომ აი მთელი ცხოვრება ერთ სამზარეულო უნდა ჭამო. ხო, იქნება საქმე. იქნება ქართული. და ქართულში რომელი? ხინკალი მიყვარს ძალიან. უი, ხო. და რომელ ხინკალს გამოარჩევ? რომელია? მე ხინკალი, რა თქმა უნდა, მიყვარს უმწვანილო, თიულური. და მიყვარს მეორე ხარისხის ცომით რო არის ხოლმე გაკეთებული ოჯახურად. მეორე ხარისხის ცომი, ხო, მივხვდი. ეგრე მგონია მე. ხო. მაგრამ ცოტა სერი რო არის. ხო, პირველი ხარისხის ფქვილის გაკეთდება. რას მელაპარაკები? ხო, ის პირველი ხარისხის ფქვილია, სერი? სერი არის პირველი. უმაღლეს რო ვეძახით, ეგ არ არის თლად კაი ფქვილი. და გეტყვი ხა უცებ აგიხსნა. ხო. მე მუსიკალურ ამბებში შენს გამათვცნობიერე. კი ბატონო. ხორბალს როცა ვცეხვავთ და ვქვალთ, ხო? ყველაზე ბოლო სტადია არის უმაღლესი ხარისხი. და გამოდის არაფერი.
მტვერი გამოდის ესე უხეშად რო თქვა. პირველ ხარხში მეტი ვიტამინი არის და მინერალი არის და ცეხვში უფრო მსხვილმარცვლები რო ხდება. ეგ არის ყველაზე кайფი ქვია. აი მაგი მიყვარს ხოლმე? აი მაგის წინა და ეგ. მაგის წინა და ეგ? ნარევი მაგის. ეხლა მოდი გასწავლით ცომის გაყვანას. არაფერი. გაყვანას? ხო, ფორმის მიცემას რა. არაფერი რთული ამაში არა. მშვენიერი ცომი არის, დასვენებული, მოსვენებული. თითები, აი იმას უკეთებთ, კუთხეს უკეთებთ და ესე თითებით გავყავს. კი ბატონო. აბა ცადე. უფრო მეტად. ოღონდ ბოლოშიც დაუტოვე კუთხე, აი ნახე. აი აქ ეს არა უშავს, მაგრამ ჩათვალე რომ სულ იყოს ეგ. აჰა. თან ისეთი დიდი ხელები აქვს, ასე თქვა და შეიძლება რომ საპიცე ხელები მაქვს. პიცაიოლოს ხელები. პიცაიოლო ქვია, ხო? ეხა ნელ-ნელა გავიყვან ამას. იგივე შენ არ მოგთხოვ რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება შემდეგ გაკვეთილზე. უცქირო. ცოტა ის მართალია ესე რო ატრიალებენ, მაგას რა მუღამი აქვს? დინდა ვქნათ. არა, მართლა შველის საქმეს თუ შოუს ნაწილი? არა, შოუს ნაწილად აქციეს, თუმცა მაგ დროს ცომი იშლება. იმ აი ხაც ვქნათ. აჰა. და გადის კუთხეებში, იმიტომ რომ ფიზიკის კანონები და კანონები. კი ბატონო. მიგა. შეგიძლიათ სად? მე? რა, ამდე შენი რამე. ხო გვაქვს ამის გარდა კიდე. ძალიან კარგი. ეხა ეს ავიღო უკვე? აი შუაში ეს ხელი მოკიდა. და აი მუშტით ააგდებ უბრალოდ. ამაზე კარგად თუ ვინმე ააგდებს, ხო, დავიჭირეთ, უკვე დავიჭირეთ. ხო, მაგრამ არ იშლება, ჩემი. არა, ნელ-ნელა გაიშლება კაც საწავ. შო? რა, ხო. კაი. რას ლაპარაკობ? აი, ცოტა შეგიძლია გიგი, აი, ცოტა აი ეს ხელებითაც გაწევა. ნახე, მე აჰა. აი, სწორად გიჭირავს. აჰა. რა მასწავლებელი და რა მოსწავლე. გასწავლი. აჰა. ნახე! გეოვნები, მაგარი მოსწავლე და მაგარი მასწავლებელი. აი, მართლა იწელება, ბიჭო. აი! აჰა. გიგი, მე სატესტოდ ერთ წელს შევაგდებ, შენ გაერთე. კი ბატონო. არ მომაქცე მე ყურად. კარგად იწელება, მე ჩემი პრინციპი მაქვს, ნახე. შუაში არის ძალიან თხელი. და კიდეებში არის სქელი, მე როგორც მიყვარს ისეთი. სწორი მიდგომა. ხო, ეგ არის. ნახე, შეხედე. შვენიერი, მოდი ახლა აქ დადე. აჰა. ფორმაც ისეთი. ესეთი ფორმებსაც არა, ნახე. გვალიც გამოდის. აჰა, შვენიერია. ეხლა соуსი წავსვი. თითქმის ყველა პიცაზე ეს პომიდორი მიდის, ხო მართალი ვარ? ყველაზე, თითქმის არა, ყველაზე. ყველა პიცაზე მიდის ეს კონკრეტული პომიდორი. მოცარელას ზემოდან. იცი რა მაინტერესებს? მოცარელას ხო ახალამოყვანილის ყველია? არა? ანუ სულგუნის ბიძაშვილი არ არის, ხო? სულგუნის ბიძაშვილი, მაგრამ ანუ სულგუნიც ხო ჭყინტი ყველი, მე იმაში არის. ციფე ყველისგან კეთდება სულგუნი. იგივე პრინციპია, უბრალოდ სხვა ბაქტერია შედის დამატებით, როდესაც მოცარელა კეთდება. ყველთან, აი ძესთან დამოკიდებულებაში ვარ გაოცებული, იმიტომ რომ ყველა ხალხს სხვადასხვანაირი გამოსდის გზის პროდუქტი რა. ყველა ერთს, ხო? ყველა ერთს. მაგრამ ქართველებს რო იცოდე, ორი აი უნიკალური ყველი გვაქვს. აი იმერული ხო მაინც წააგავს დავუშვათ ვიღაცა ფეტას სიტყვის მიამსგავსებს მოცარელას, ვიღაცა სულგუნს, მაგრამ სვანეთში და მესხეთში გვაქვს ორი უნიკალური ყველი. ერთი არის ნარჩვი, სვანეთში, რომელიც ხის ყუთში ძველდება, ჭყინტყელს ჩადებენ და ზემოდან სიმძიმეს ადებენ, რომ დაიწრიტოს და ერთი თვის განმავლობაში შეიგრიან და ცოტა მოკრემყველო, ცოტა მოპარმეზანო ამბავი არის და მეორე უნიკალური არის მესხური, რომელსაც ქვია ტენილი ყველი. აი გინახავს უეჭველი, აი ესე ძაფებად რო არის ყველი. აი ესე რო ამოყავთ. და მე ამას ინახავენ ნაღებში და იმაში რა ქვია, ნახშირში, რომ ვაკუუმის შექმნან. ეგეთი ტექნოლოგია სხვაგან არ ხდება. უკვე პიცაა? ერთი პიცა შევაგდეთ. მე რას ვაკეთებ? არაფერი, ეხა შენი პიცა შევა შემდეგ უკვე ეს სატესტო იყო. მაგრამ ხო შევჭამ პროფესიონალი. კი, რა თქმა უნდა, რომ გავიგოთ რისთვის ამოხვედი აქ. მაგიტო თორე მე დიეტაზე ვარ და 6 მήνე ისე დავჭამ. უი, მართლა? ნუ მინდა, მაგრამ ვერ ვასრულე. დღეს ვივარჯიშე სხვათა შორის. სა? კრივზე ვიყავი. რას ლაპარაკობ?
ნახე, ერთი მხარე ესე. რა მაინტერესებს? აი ეს დაწვის ამბავი. დაწვა არ არის. ეს ხო. ეს არის კარამელიზაცია. აჰა. არის ხოლმე რაღაც მომენტში ხანდახან ვამართლებთ ხოლმე რომ ეს კარამელიზება, მაგრამ ნახშირია, ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში შაქარი როცა იწვის, იღებს ამ ფერს და ფორმას. კაია მე. ძალიან კაი. კარგი. მაგრამ ზოგს რო არა აქვს. აი ეგაა მიდგომა რა, როგორც საკეთე. ნეაპოლიტანური წესი და ავთენტური ეგაა, რომ უნდა კონდეს. უნდა კონდეს გასაგები. კი. და ამერიკული პიცა რომელიც მე არ მომწონს, სქელი რო არის? ეგ არც მე არ მომწონს. ეგ ხო ნამცხვარია, ხო? ხო, პრინციპში იმაში ყალიბში კეთდება. ყალიბში კეთდება. რამდენი წუთი უნდა იყოს ღუმელში? 1 წუთი, 60 წამი, მაქსიმუმ 90 წამი. რას ლაპარაკობ? მეტია რა. იმიტომ არის ეს ფერმენტაციას იმიტომ გადის ეს ცომი, რომ მალე ცხება. გასაგებია. სანამ ამას გავსინჯავთ, შევაგდოთ შენი პიცა. აჰა. მოდი ახლა წავუსვი. ეს რა მაინტერესებს? უფრო თხელი თუ ისიც წაუსვა? ისიც წავუსვი. მე ხო მიხდია? კი, კი. მუნჯის ენაზე დამიცისო. უფრო თხელი თუ ისიც? ისიც, გასაგებია. თუ გინდა უფრო თხელი, რომელიც ანუ ცოდვად არც ერთი არ ჩაგეთდა. გასაგებია. ანუ შუიდან ვიცი რო არის, ესე აკეთებენ ხოლმე. კი, მაგრამ ეს ახლა კარგად ისე დაჭყეტია რა, როგორც საჭირო არის და შეგიძლია. ეს ჩემი მიდგომაა და ჩემი წერა. კი, ეს არტჰაუსია. კი. ჩვენ საათღაც გქონდა მატრატელი. აჰა. ჩემი ჩიჟიპიჟი გამოდის. ესეც კაი ჩიჟიპიჟი გამოვიდა. ჩიჟიპიჟი. ეს სატესტოა, მაგრამ აი ძირიც ნახე. ო, კარგია. სულ ახლა იქ გადაანაწილე. მოცარელა თუ გინდა ჩააჭერი. ვინ იძახის საერთოდ რო არ შეგიძლია შესაძლოა. რას ლაპარაკობ, კაცო? იჭერი ადამიანი სამზარეულოში. ტრები. დაუმტკიცე შენ ტრებს. არა, პირველი ხიფათი ჩემ თავზე ავიღე, გიგი უზდელობაში არ ჩამითვალო, პირველი მე გავსინჯერო. ვაი და. ხოდა. კიდე უნდა? მოდი ეს შენი საავტორო იყოს. კი ბატონო. ბატონო ჩემო. არის? კაია. ერთადერთი ცოტა ნაკლები ტომატი, პომიდორი გაუკეთოთ მე რომ თქვათ ჩიჟიბიჟივით არ წავიდეს და ანუ ძალიან კაი ჩიჟიბიჟია. აუ ძალიან გემრიელია ავთო. მიხარია, ანუ გამოდგა ხო? ნეაპოლი სადმე ჭამე იტალიაში ესეც. იმიტომ რომ არ გამოგიწვეს. მაგაში აშა. შენმა ცოტა ფერი და ზომა და ფორმა იცვალა. ნო. მაგრამ ეს შენი სახასიათო და შენი საავტოროა და არ მე ასე ვხედავ. იტალიურ გავლენის ქვეშ არ მოიქცევი შენ როგორც ხვდები. ამას მე არ შევჭამ. არა, მეც არ შევჭამდი. სპორტსმენი ვარ თუ რა ბოლოს და ბოლოს. აბა გიგი. აი მეგობრებო, წეღანაც ვამბობდი, რაც მე ვარ, ეს არის ჩემი გამოძახილი, ჩემი გაგრძელება არის ეს, ანუ აი ასე ვგზნობ, ასე ხედავ. ანუ ეს არის ახალი პიცა. არა, არაფერი ვერ ამბობ. ღარიბების პიცა. მოიძახი ვერ ამბობ. პიცა დი გიგი. დავარქვა და იყოს ეს მენიუში. გახეული რატო არ დი ბიჭო, არ იყო აშკარად გახეული. ძალიან რო აფრიალა. აგაშია საკ. და მე ბევრი წვენიც რო დაეყარა. მოდი ბაზილიკით გავაკეთე. ბაზილიკის გარეშე მე პიცა არ გიჭამ. რა სიტყვი რუკოლაზე? მე ბაზილიკს ვამნიჭებ უპირატესობას პიცასთან დაკავშირებით. ხო რა, მე რუკოლა მიყვარს ხო. ბაზილიკი ძალიან მიყვარს, მაგრამ რუკოლას, მაგრამ ბევრი ჩემი მეგობარი მეუბნება რომ შენო არ გაქვსო გემო და რა არისო ესო რა ცუდი გემო აქვსო რუკოლასო და. შენც ეგრე ფიქრობ? არა, ცუდი გემო არ აქვს, თავისებური გემო აქვს და ძალიან უხდება სალათებს და სენდვიჩებს ხოთაშორის. თავის დანიშნულებაც აქვსო, უფრო გამსუბუქებს. შვენიერია რა გიგი. კი ბატონო, 3.5 ნაჭერი გამოვიდა. ზუსტად 4. ანუ ხო, მაგრამ 3.5. ახალი პიცა შევქმენით, მეგობრებო, პიცადი ჯიჯი და ვარ ჯიჯი ხო და ძალიან კაი იგნება არის და ეს არის აღსანიშნავი ფაქტი. ეს ლიმონჩელო. კი ბატონო. თუ იცი როგორ ყენდება? არ დამიყენებია, თუმცა შინაარსი ვიცი და ძალიან მკითხავს და მომიკვლევია, რომ
სპეციალური ჯიშის ლიმონია. სქელკანიანი ლიმონის garaშე ეს ნაყინი თვითონ არ ლიმნისგან იხდება თუ ლიმნის ქერქისგან. ქერქს ხდიან, როგორც ქერქისგან გამოხდილი არაყი. ნაყინი არის. შავხალოდ რა. სპირტი მე ცალკე ესმევა. სპირტი რისია? ჭაჭაზეა დაყენებული არის. სხვა შორის იტალიური გრაპა ბევრად უფრო მსუბუქია ვიდრე ჩვენი ჭაჭა. რაშია საქმე? ორნახადი იქნება. ჩვენი ორნახადია, ჩვენი სამნახადია? არა, ჩვენი ორია. ალბათ იმათია. იმათია. ჯიჯი, შენც გაგიმარჯობა და შენ პიცასაც და ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიე. პირიქით, მადლობა თქვენ. გავხიარულდი და თან საქმეც ვაკეთებ. ახალი პიცაც შევქმნით. რას ლაპარაკობ? უბრალოდ რა არის, იცი? კულინარიასაც წავადექით. სანამ ეს გავა YouTube-ზე, მე მინდა დავაპატენტო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსურველი იქნება ამ ზუსტად დავასურათოთ რა, რომ ძალიან გთხოვთ, რომ პლაგიატი არ მიყვარს ბავშვობიდან და მეც რასაც ვქნი ხოლმე. ყველამ პატივი ვცეთ. რა თქმა უნდა. კარგია ბიჭო. მიაყოლე. ძალიან კარგია. მე ჩემი საქართველოსავით ბეთქრულ ნაწერს ავიღებ. მე რასავითარ. ჩამოკონციელებული ვარ. აი მოდი ეს. არა, აი. გემრიელს. თვალი დაუდგეს იტალიას. ცუდი არა. რატო არ არის სუდი, აბა თუ მე? იმიტომ რომ პიცა დი ჯიჯი. იმიტომ რომ კარგი წომია. რომელიც 18 საათი იყო. კარგი ყველია. კარგი ბიჭი ხარ. მე ჩემმა მურათაა ჩაჭყლეტილი პომიდორი. პომიდორი ჩაჭყლეტვა მე მინდოდა რომ შენ გეხსენებინა, იმიტომ რომ ჩემთან ხო არ შევაქებდი რა. დაგიგე, უსიტყვოდ მესმის უკაში. მე ხა ხვდები რომ მე პომიდორი უფრო ნაკლები პომიდორი უნდა იყოს, ხო? აი ხა გავაკეთებ ნაკლები. ეს მართლა ჭიჭიპიჟია. ხოდა ხა გავაკეთებ ნაკლები. დუბლი ნომერი 2 უკეთესი გამოვიდა აგენ. უკეთესი კი არა. აბრაგვაკლია გარეთ. პიცერი. რამე დავარქვა ჩვენ პიცერიას. ავგი. გიავი. გიავი, ნიავი. სასაუზმე ნიავი გემახსოვრება. აუ, კი. მაგარი იყო ბიჭო, სასაუზმე ნიავი. გიგი მივადექით მნიშვნელოვან მომენტს. ყველს. აქ პრინციპში ერთი რაცა იტალიური ეს არის ვირჯილიოს პარმეზანი. ნუ იმაზე არ დავიწყებ ლაპარაკს, რომ იტალიური ხარისხია და იტალიელები რო თავიანთ ტრადიციულ ყველს არ ესე ვთქვათ არ გააბანძებდნენ, ფაქტია, ხო? და ისაც გემოზე რო გასინჯა, მაგას მიხვდები. პლუს ის არის და კომფორტული ის არის, რომ დავქვილი. რო ხეხავ, ისეთ მასას ვერ იღებ რა, მაინც. და ამიტომ დავქვილი ყოველთვის კარგი არის. კი ბატონო. პასტებშიც. ხვდები სახში პასტას უკვე რომ მოამზადებ. პირდაპირ მოაყრი, რაც დაგაკლდები. კი ბატონო. ხეხვების და მთელი ამბების გარეშე. მე მგონი კარგად გამოიყურება გი. ძალიან. პომიდორის ჩერის აი ეს არის მისი ზეთი. ადამიანი, ეს არის პიროვნება. პიროვნება. ცალკე აღსანიშნავი. კი ბატონო. ეს მოასაც. აქ ზეითუნის ზეთით არის ხო გაკეთებული ეს? ზეითუნის ზეთითაა და გამჯდარი აქვს გემო, როზმარინის და იმის რა ქვია, თვითონ პომიდორი. გასაგები. და გამდიდრებული. მეგობრებო, შედევრია. მაკრატლით რატო იჭრება? ეს სამი უარ დაზიანდეს და ფორები გამოჩნდეს. ნახეთ ეს ფორები უნდა ჩანდეს რა. გასაგებია. 4-ად გავჭრათ ხო გიგი? 4-ად, იმიტომ რომ მე კიდე ვაპირებ გავაკეთო ერთი პიცა, ოღონდ სხვანაირი და როგორც გავაკეთებ ავთოიტყვის. როგორც მითხრა გიგი, მორტადელა უნდა გამოიყენოს, პესტო უნდა გამოიყენოს და ზეზე გამომშრალი პომიდორი ასევე და რა თქმა უნდა ბაზილიკსაც ზემოდან მოაყენოს და რა თქმა უნდა ვირჯილიოს პარმეზანსაც ზედ მოაყენოს. დარწმუნებული ვარ. თქვენ შემდეგი ყავას მე იყოს თუ მერე? იცი რა არის? მერე იყოს. ზოგს რასადარდებელი აქვს რა. ეს არის Starbucks-ის, ხო? კი, ნაღდი Starbucks-ებია, ძმაო. ჩემ შულს უყარს ეს ყავა ძალიან Starbucks-ი და ჩვენთან ხო არ არის. ნუ მარტო შეგიძლიათ ეს კავშირი Starbucks-თან აქედან და ახლა ვიყავით დასასვენებლად საბერძნეთში და მამა რა ვნახოთ მეთქი და ეს Starbucks-ში მივიდეთო და მივიდა Starbucks-ში ესე დააწერა ლიზი და იყო უბედნიერესი ადამიანი ჩემი შვილი. ძალიან კარგი. აი ნახე ძირიც. კაია. კი, კარგია.
აი, პარმეზანიც კარგად ადნება, ბოლომდე არა და თან ადნება. ეს გადაკეცილი ხაჭაპურის და პიცაც კაი. პიცერია გახსენი რა მე ვივი. რა დავარქვა ჯერ ეს მითხარი, რაზე ჩამოყალიბდი? გიავი თუ ავგია? ავგი. მოვიფიქრე, სახელი ამან მნიშვნელოვანი. დანარჩენი გვაქვს ყველაფერი. იგი მე მართლა ვერ შევაფასებ, რომ მიკერძოება იქნება და ძალიან გემრიელია. მოურიდებლად გამკიცხა. დედას პიცა ვარ, ძალიან გემრიელია. თან მე სოდა გამხარიჟებს და არ ვარ მშიერი. და ისე გემრიელია რომ აი მართლა და მსუბუქის მე მგონი. ძალიან. ჩვენ ახლა კადრ მიღმა კი დავილოცეთ, მაგრამ კიდე შეგვიძლია გავამეოროთ იგივე რომ ხალხს გავაგონოთ რა სალოცავი ვთქვით ასე. კარგი, ეხა პესტო გვინდა და მორტადება. მორტადება ძალიან თხლად არის, დაჭრილი. ცოტა სილამაზეც ჩავხოთ. ესე. ამ ყველაფერს გამშვენივრებს პესტო. ბოლო წლებია გავიცანით ყველამ და რა არის პესტო? რა სწორდა დრო უკითხებს სომს ხოლმე გიგი. პესტო რა არის? პესტოს ძირითადი ბაზისი არის ბაზილიკი, რომელიც იტალიური სამზარეულოს ქინძია, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ჩვენთან როგორც ქინძი არის, ხო? კი ბატონო. და აუცილებელი არის ნიორიც არის, რა თქმა უნდა, პარმეზანი შიგნით, ყველი და ასევე თხილეული. ჩვენი ვირჯილიოც მოვაყაროთ. აუ რა ფერებია, ბაზილიკიც. ბაზილიკი მოგეხსენება რეჰანის გარებიძაშვილია და შაშკოვის ბიძაშვილი. გასაგებია. კლავ ზეთი. ოუ. ვინც ამას არ შეჭამს? ფანტასტიკა. ანდრე მოკვდება ანღამეო ნათქვამი. კი ბატონო. ეხა უკვე მდე დავლიოთ ყავა. აუცილებლად. აქ ხადაობა ისა, აი ეს და მე. კაია ძალიან. Por favore. კიდე მე დავიწყო. მერტო ჩემო. თქვენი ნახელავია. რახან არის შლით? მე ჩუმად დავარ. მე ხმის ამოღები არ ვარ. ფანტასტიკა. ძალიან კარგია. მოკლედ შენი ჩალიჩე ტერიტორია მოძებნე. ეხლა საჩეილება გახსნა. ღუმელი არის, ცომი არის. მაგრამ ჩვენ ისეთი მუშაობა გვექნება, დიდი ღუმელი გვინდა. ეგეც არის. ხო? გიგი, მენანები გასაშვებად, მაგრამ გზაზე ხარ. ამიტომ ერთი ლიმონჩელო თან წყურებია, ნახე. როგორ შეივსო. მე დღეს ისე კარგად ვივარჯიშე, რომ ყველაფერს უხლება მაქვს. სხვათა შორის ვარჯიშის მერე პიცა არის სტრაფი ნახშირწყლები, ასე რომ გერგება და პიცა ლიმონჩელო განსაკუთრებით. აბა, გიგი, კიდე ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა პირიქით. შენ სტუმრობას, ჩვენ დახვედრას და კიდე ბევრ დროს შევხვდებით დარწმუნებული. მე ვიქნები უბედნიერესი. და ხინკალზე უნდა დაგიძახო ერთი. ხინკალზე დამიძახე რა გთხოვ რა. ისე მიყვარს ხინკალი, ისე მიყვარს. ხინკალზე უჭო. ნახე როგორ თვალებით გიყურებ. ხო და ჩემო გიგი, ცოტა ჩვენ მაყურებელსაც რომ მივმართოთ, უნდა გამოგვიწერო. აუცილებლად. იმიტომ რომ ეს Sky საქმე რომ გავაკეთოთ, გავაგრძელოთ, ჩვენ კი ძალიან გვსიამოვნებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდში დგომა, თქვენი ლაიკი, თქვენი კომენტარი, დადებით თუ არ ყოფით ამას მნიშვნელობა არა აქვს და აი ესე მხიარულად და ბედნიერად და გემრიელად გავაკეთებთ ყველაფერს გემრიელ სტუმრებთან ერთად. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა პირიქით შენავთ.